ახლა ვიმყოფებით სოფელ ხანდაკში, ქართლში, კასპთან ახლოს. პროექტ აქ არის ღვინო, სტუმრის ნაწილში, ჩვენ თვითონ ვესტუმრებით მარან კაპიტოს. ახლოს გავიცნობთ და დავათვალიერებთ მარანს და ასევე გავიცნობთ მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, იდეის ავტორს და მეღვინეს, ბესარიონ ქარაბაგს. ბესო მარიცის, რომ მასთან მივდივარ ახლა მე ჩასაწერად, იცის რომ სტუმრად მივდივარ. უნდა ვესტუმრო ესე ჩვეულებრივად რა, მარანში. როგორც ჩვეულებრივი სტუმარი, მისთვის მოულოდნელი იქნება ეს ჩაწერა და იმედია დამთანხმდება. არ ამგონია რომ უარი მითხრას. ჩემთვისაც პირველია ასეთი ინტერვიუ პროექტ აქ არის ღვინოსთვის, ეს არის პირველი გასაუბრება სტუმრის პირველი ეპიზოდი. ხო, რაც შეეხება მისვლას და შემოგებებას, თუ შემოგებებას, როგორც არის, შორიდან ყვირის არ დავიწყებ, არ იქნება დადგმული სცენები, ვითომ არიცის და ისე შეგხვდა და აქედან დავიწყე ყვირო, მასპინძელო და რაღაცები ეგეთები არ იქნება. რაღაც შეკითხვები მაქვს მოფიქრებული და ჩაწერილი წინასწარ. რაღაცებს გასაუბრებისას მოვიფიქრებ და ვკითხავ. არ ვარ ჟურნალისტი და არც ადვილი მგონია ეს საქმე ჟურნალისტობა, სიმართლე რო გითხრათ. თქვენ გიგთხოვთ, გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ, ჩართოთ ზარისღილაკი, დატოვოთ, დაწეროთ თქვენი კომენტარები, რაზეც შევეცდები რომ უპასუხო შესაბამისად. აბა, წავედით. მე ისე რომ მომზადებული ვარ რა, შეიარაღებული ვარ რაღაც შეკითხვებით. გამარჯობა ბესარიონ, მოგესალმები კიდევ ერთხელ და გაეცანი ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. გამარჯობა, მე ვარ ბესი ქარაბაგი, ვარ კაპიტოს მარნის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვარ მეღვინე. კაპიტოს მარანი შეიქმნა 2020 წელს. და 2020 წლიდან ნელ-ნელა გამოვედით საქართველოს ბაზარზე. აი, სანამ უშუალოდ შექმნაზე გადავალთ კაპიტოს მარნის, რაც რა თქმა უნდა ეგეც გვაინტერესებს თავისთავად. გავიგეთ უკვე რომ 2020-ში შეიქმნა, მაგრამ როდის გაჩნდა თვითონ ეს იდეა რა? და რატო გაგიჩნდა მაგის სურვილი საერთოდ რომ ღვინო გაგეკეთებინა ან მარანი დაგეარსებინა და როდის და რატო? ანუ ალბათ ისა მაინც უფრო ძალიან ფესვებიდან მოდის, ეს ბაბუა ჩემი იყო მეღვინე. და ანუ შემდეგ არც მამა ჩემი არც ბიძა ჩემი უკვე ამ გზას არ გაყვა და ანუ მე ჩაგდება იყო და ანუ შემდეგ ეთყობა მე იმას ვქენი. ალბათ ეს ჩვენ მაშია რა სისხლშია. აი როდის იმას ქენი რომ 2018 ანუ 2018 ინდოდა რომ მარანი გქონოდა და შენ ანუ 2017-ში შევიძინეთ ეს სახლი და 2018-ში დავაყენეთ პირველად ოჯახისთვის ღვინო. და აი მაკედან მე უკვე ჩვენთვის ოჯახისთვის და მაკედან ნელ-ნელა უკვე დავიწყეთ მაგაზე ფიქრი. უკვე დავიწყეთ მიწების მოძიებაც, გარშემო ვენახის ჩაყრაც ნელ-ნელა და ესე ნელ-ნელა ვანვითარებთ და ნელ-ნელა მივდივართ წინ. პირველი ასე ვთქვათ ნაბიჯი მაინც 2020 წელი იყო, რომელიც პირველად გავედით ფესტივალზე, გავედით ერთ-ერთ ქართლის იშვიათი ჯიშით დანახარულით. დღეს დეოფიტად საკმაოდ უცნობი ჯიში არის, ჯერჯერობით ბაზარზე არ ხვდება არც ისე. იშვიათი არის. არც ისე კი არა, ძალიან რამოდენიმე დანახარული ხვდება საერთოდ ან 3-4 მარანია, რომელიც დანახარულს აწარმოებს. ეს სადაური ჯიშია დანახარული თვითონ. დანახარული არის ქართლის ჯიში, საკმაოდ მაღალხმოვანი არის, საკმაოდ გამძლეც არის.
და ანუ ზუსტი წარმოშობა დანახარულის ტერუარი ჯერჯერობით დაუდგენელია, არავინ არ იცის უშუალოდ რომელ შიდა ქართლში რომელ რეგიონს ეკუთვნის. ანუ ქართლის ჯიში არის, ეგიც ვიცით უკვე და ნუ კაი შედეგს იძლევა ყოველ შემთხვევაში აქ დანახარული, ყოველ შემთხვევაში რაც შენი დანახარული რაც გაგვისინჯავს, მე რაც ვიცი ახლა, ძალიან კარგი არის. გარდა მეღვინეობისა, რა სფეროში საქმიანობ? ანუ მეღვინეობა, როგორც ასეთი, შენი პირველადი პროფესია არ არის, ხო? ეს დაიწყო 2020 წელს და აქამდე ხო საქმიანობდი და გარდა მეღვინეობისა ვარ ფინანსისტი, მუშაობ აიდეს ბურჯომის კომპანიაში. ანუ შენი ძირითადი სპეციალობა მაინც სხვა რამეა და მეღვინეობაში გადმოხვედი რა, ну, ასე ვთქვათ, ჰობის სახით იყო უფრო და ეხლა უფრო მეტად სერიოზულად მიყვებით და წინ მივიდივართ. ის გავიგეთ, რომ კაპიტო 2020-ში დაარსდა, მაგრამ თვითონ სახელი საიდან გაჩნდა? საიდან არის წარმომავლობა კაპიტოსი? კაპიტო სახელი არის შავ კაპიტოდან, შავი ჩამოვჭედით და ვაზის ჯიში არის ქართლის ესეც ერთ-ერთი ძალიან წამყვანი ჯიში არის ქართლში, მე თუ მკითხავთ, რომლისგანაც ძალიან ინტენსიური და სხეულიანი ღვინო დგება. და ანუ ბევრი ვიფიქრეთ, სახელზე ვიფიქრეთ, თან გვინდოდა რომ ყოფილიყო მარტივად დასამახსოვრებელი, მარტივად აღსაქმელი, მარტივად წასაკითხი და მგონი მივახციეთ მაგ იმას რაც გვინდოდა და ანუ შავ კაპიტოს ყურძნის ჯიშისგან შეიქმნა კაპიტო. ერთ-ერთი თქვენი წარმოებული ღვინის სახეობაც არის შავ კაპიტო, ხო? რამდენადაც ვიცი. თვითონ რა ტიპის მეღვინეობა მარანია და რა არის მისი ძირითადი მიმართულება? ჩვენი ძირითადი მიმართულება არის ქართლის გადაშენების ქართლის ჯიშებზე, მარტო ქართლის ჯიშებზე მუშაობ და თან განსაკუთრებით ისეთ ჯიშებზე, რომელიც მივიწყებას არის მიცემული, გვინდა რომ ის ჯიშები გავაცოცხლოთ. ეხლა მაგალითად ვენახში ჩვენ გაშენებული გვაქვს დანახარულიც, შავ კაპიტოც, ჯვარიც გავაშენეთ და ღრუბელაც გავაშენეთ. ქართლის ეს კიდევ უფრო უცნობი ჯიშები, რომელიც საერთოდ არ გვხვდება ბოთლის სახით, ბოთლში ჩამოსმული ღვინის სახით ბაზარზე. მე პირადად არ შემხედრია და არც სხვაც არ მეგულება ისეთი, რომ რავი, აწარმოებდეს ამ ეტაპზე. ანუ მომავალ წელს გვექნება პირველი თველი და პირველად მივიღებთ მაგ ყურძნის ჯიშების, მაგ ჯიშებისგან ყურძნს და ვნახოთ რა ღვინო გამოვა. მაგას უკვე შევაფასებთ. ნუ გამოცდილება მაგ ჯიშებთან დაკავშირებით ესეც არ მოიძიება, რაღაც წყაროებიც არ არის თეორიული, რომ ივიცოდეთ დაახლოებით რა შეიძლება ელოდებოდე ამ ჯიშებისგან. არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ანუ წყაროები ერთადერთი რაც არის მიიღება მაღალხარისხიანი ღვინო ამ ჯვარისგან, მაგრამ ნუ მხოლოდ ისტორიული წყაროებია. რეალურად თვითონ საქმეში ყურძენი არავის არ გამოუცდია და არავინ არ იცის. რაც შეეხება შენი ცოდნა მეღვინეობის შესახებ, როგორ დაიწყო? ესე მარტივი ხო არ არის, ახლა ყველა შეიძლება თქვას, რომ რა უნდა ახლა ღვინოს გავაკეთებ, დავწურავ ყურძენს და ღვინოს გავაკეთებ რა. ნუ შენი ის რა იყო, განვითარება და შენი ბაზა რა იყო ამ მიმართულებით? პირველად 2017 წელს ჩავაბარე სამთვიანი კურსი იყო, ანუ გოდაბრილძის კურსი იყო. პირველად ჩავაბარე მან, საკმაოდ ამ სამთვეში საკმაოდ ინფორმაციული წყაროები მივიღე. შემდეგ ვესწრებოდი პატარ-პატარა ტრეინინგებს, ზადებზე, რომელიც ბატონი დავით ჩიჩუა ატარებდა ხოლმე. ასევე ბიომევენახეობის მიმართულებით, რომელსაც ბატონი იაგო ბიტარიშვილი ატარებდა ხოლმე და შემდეგ უკვე გადავწყვიტე უკვე სრულ ფასოვნად მიმეღო განათლება და აგრარულში ჩავაბარე და უკვე აგრარულში მივიღე ერთწლიანი პროფესიული განათლება. მევენახეობა მეღვინეობის. ანუ ისე არ დაგიწია ახლა რომ თლად აი ავდგები მე თვითონ ყურძენს დავწურავ და ღვინოს გავაკეთებ, რაც საბაზისო კარგი თეორიული ცოდნა გქონდა, როცა დაიწყე და მე თლად უკეთესი ერთწლიანი აგრარულმა ძალიან დიდი ცოდნა მომცა, ძალიან დიდი ბიძგი მომცა და ანუ სხვანაირად შევხედე უკვე ამ სფეროს უკვე როგორც მართლა პროფესიული მეღვინის თვალით შევხედე. ხო, აქედან უფრო კარგად დაინახავდი და ახლა შენი გამოცდილებიდანაც გამომდინარე თუ რამდენად რთულია რეალურად კარგი ღვინის შექმნა, ხო ესე არ არის, რომ აი ყურძენი მაქვს, დავწურავ რაღაც ჭურჭელში, ეს დადუღდება, ფერმენტაციას განიცდის თუ რაც იქნება და გამოვა კარგი ღვინო და ჩამოვასვამები ბოთლებში გავყიდი, ესე არ არის. აქედან გამომდინარე ერთ-ერთ შეკითხვაზე მივედი კიდე რომ
აი რა გამოწვევების და სირთულების წინაშე აღმოჩნდით, როგორც მარანი დასაწყისში და ეხლა რა ეტაპზე ხართ? თავიდან მართლა ძალიან ისა გაგვიჭირდა, იმიტომ რომ იყო რთული მომენტებიც, ანუ ღვინო ზოგი ღვინო ზადი ეპარებოდა, ზოგი ანუ ფაქტიურად სუწაგებაზე ვიყავით და ანუ ეგ ალბათ გამოუცდელობის ბრალიც იყო და ნელ-ნელა ნაკლები ცოდნის და იმის ბრალი იყო. შემდეგ უკვე ნელ-ნელა დაიხვეწა დავხვეწეთ ეს ყველაფერი. ეხლა ერთ-ერთი ჩვენი მთავარი გამოწვევა არის უკვე რომ ვენახი გვაქვს გაშენებული და უკვე მომავალ წელს თქვით რომ პირველი რთველი გველოდება და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ რომ მაღალი ხარისხის ყურძენი მივიღოთ, ანუ ყურძენი დავიცვათ დაავადებებისგან და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეს არის. მეორე მთავარი გამოწვევა არის ღვინის რეალიზაციაც, რომელიც მეორე კი არა და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის, რაც საქართველოს ბაზარზე ცოტა გვიჭირს. ბარებთან ურთიერთობა, ღვინის რეალიზაციის პუნქტები რაც არის, საქართველოს ბაზარზე გასაღების, ანუ გაყიდვის წერტილები ეგ არის და ცოტა რეალურად რო ვთქვათ. ჩვენი ღვინო ერთადერთი 8000 მოსავალში იყიდება, ასევე ღვინის ბიბლიოთეკაში იყიდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ღვინის ბიბლიოთეკა დაიხურა. სამწუხაროდ. ან ჩვენი ვალიც წაიღო. ძირითადად რომელი ჯიშებს იყენებთ ახლა და რამდენი სახეობის ღვინო გაქვთ ამ ეტაპზე? ამ ეტაპზე გვაქვს, ანუ გორული მწვანე, ჩინური, თავკვერი, დანახარული, მუხამწვანე და შავკაპიტო. ამ ჯიშებს ვიყენებთ ამ ეტაპზე. ყველაზე დიდი რაოდენობით რომ ეს იმაშევით. ყველაზე დიდი რაოდენობით ვაწარმოებთ ახლა დანახარულს და თავკვერს. და ჯამში აი წელიწადში რამდენი ბოთლის წარმოება შეგიძლიათ? წელიწადში ახლა ამ ეტაპზე 2000 ბოთლამდე ავტივართ. ანუ მცირე წარმოება არის, ასე რომ ვთქვათ, მცირე საოჯახო ტიპის წარმოება არის. ცოტა რეალურად ახლა ბაზრისთვის ამის რეალიზება და გასაღება არ უნდა ჭირდეს, მაგრამ მაინც არის რაღაცა ხელისშემშლელი პირობები. ალბათ რა ეგეც გამოსწორებადია თავისთავად. მარკეტინგის ის არის სახელის მოხვეჭარი, აი ეს არის რა. სამწუხაროდ ანუ თვითღირებულება გვიჭდება ძალიან მაღალი და ვფიქრობ რომ ანუ ფასის კონკურენციაში უკვე ვერ უწევთ დიდ კონკურენციას რას. ანუ კონკურენციას ვერ უწევთ ფასში შედარებით დიდ მოცულობით წარმოებლებს მაგას სახე. იმიტომ რომ ანუ როდესაც ერთი ბოთლის ღირებულება სადღაც 13-დან 15 ლარამდე გიჭდება, გიწევს რომ ერთი ბოთლი ჩაბარება იყოს 25-დან 30 ლარამდე. რაც საკმაოდ მაღალ ადგილობრივ ბაზარზე უკვე შემდეგ მარჟა აქვს ძალიან მაღალი კომპანიებს. სარეალიზაციო ფასი მე იქიდან ობიექტებიდან მაღალია და თავისთავად ღვინის ფასიც იმატებს და ნაკლებად გაყიდვადი არის მაგრამ. იმიტომ რომ ქართლის ყურძნის შიშები ერთ-ერთი საკმაოდ ძვირი ანუ მაგას ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი პირობა მაინც ფასი არის ხო დღევანდელ ბაზარზე. ანუ მომავალ წელს უკვე ჩვენი ვენახი და ჩვენი ყურძენი როგორ იქნება, თვითღირებულება უკვე დაიკლებს, ფასიც დაიკლებს. ანუ ერთ-ერთი რაც ფასს უმატებს ამ შემთხვევაში თქვენთვის ყურძენია, რომელსაც ამ ეტაპზე ყიდულობთ, ხო? ანუ სხვა ვენახებიდან და შესაბამისად ფასს საკმაოდ ზრდის თვითღირებულების. გასაგებია. აქაურის სცენა მორჩა. დააპაუზეთ ცოტა ხანი დავისვენოთ ღვინო დავლიოთ. პირველი რაც მაინტერესებს, რადგანაც ახლა მარანში ვიმყოფებით, მარნის ჰიგიენა რა, აი რატომ არის აუცილებელი, ზოგადად რა არის მარნის ჰიგიენა და რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა მარანში მარნის ჰიგიენასთან დაკავშირებით? მარნის ჰიგიენა არის ერთ-ერთი მთავარი ღვინის დაყენებაში. იმიტომ რომ ანუ ერთ ღვინოში ერთი პატარა ბაქტერიაც თუ შეგეპარა, ჩათვალე ის წყლის მოსავალი სრულად შეიძლება უნდა გადააქცია. ჰიგიენა ითვლება მარნის დასუფთავებიდან ჭურჭლის დასუფთავებამდე დამთავრებული. ნებისმიერი ინვენტარი, რაც კი ღვინოსთან შეხებაშია, ყველაფერი უნდა იყოს იდეალურად სუფთა.
ამისთვის რას იყენებ? აი იდეალურად სუფთა რო იყოს, რა საშუალებები არსებობს და რა შეიძლება გამოიყენებოდეს მეღვინეობაში. ჩვენ ძირითადად ანტისეპტიკურ თემებში ვიყენებთ გოგირდით და ლიმონშავა. და ასევე ქვევრის დასაკონსერვებლად ვიყენებთ კირს. ეს ქვევრის შენახვაზე არის საუბარი, რომ მომავალი, ანუ გამოყენებიდან რთველამდე, რომ სუფთად იყოს შენახული და არაფერი არასასურველი არ წარმოიქმნას მაშინ. გასაგებია. იკირება ხოლმე ქვევრები, როდესაც ღვინო ამოდის, შემდეგ ორჯერ წყალი იცვლება ქვევრებში, რომ რაც კი ფორებში თუ სადმე რამე არის წასული ის გამოდენოთ იმ ფორებიდან და შემდეგ ირეცხება სარცხით და შემდეგ უკვე იკირება. და ესე კონსერვდება, იმიტომ რომ თუ გინდა საუკუნე დატოვე ესე ქვევრი, არანაირი ბაქტერია მას არაფერს არ უსხავს. ერთ-ერთი შენახვის მეთოდი არის ეს ქვევრის. კი ბატონო. რამდენად კმაყოფილი ხარ წლევანდელი რთველით, 2025 წლის რთველით? საკმაოდ კმაყოფილი ვარ წლევანდელი რთველით, იმიტომ რომ ძალიან კარგი ხურძენი გადავამუშავეთ, ორი რეგიონიდან, ორი ტეროარიდან ავიღეთ. ხურძენი ეს იყო ოკამი და ეს იყო კვარხეთი. და ძალიან მაღალხარისხოვანი ხურძენი მივიღეთ ორივეგან. ძალიან კარგი მშვენიერი. აქვე უნდა გკითხო მაშინ ყურძნის ფასებზე, ან როგორი იყო წლევანდელი ყურძნის ფასები, გაიზარდა, მოიკლო, მაღალია, დაბალია, თქვენთვის როგორი არის ეს? რაც შაშენ იყო იგივე ფასში ავიღეთ წელს დაახლოებით მუხამწვანის ფასი იყო 4 ლარი კილო. შედარებით მაღალია სხვა ჯიშებთან შედარებით, გორუმწვანეც ნორმალური ფასი იყო 2.80 იყო, ჩინური 2.5 იყო. ეხლა შენთან მარანში რა ღვინოებიც არის, რასაც მე ვუყურებ, ახლა სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესით მზადდება და შემდეგ ტიპურობაშიც იქნება, რა თქმა უნდა, ღვინოების განსხვავება და რა ტექნოლოგიური სხვაობა არის შენს მარანში არსებულ ღვინოებს შორის, თუ შეგიძლია რომ გითხრა. ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ტიპის, ორი სახის ღვინოს, ანუ ტრადიციული მეთოდით, ქვევრში 4 თვეს სრულ ჭაჭაზე იქნება და კლასიკური მეთოდით. ანუ ორი მიმართულება გაქვს. ასე გვაქვს მესამე მიმართულება სადესერტო ღვინოს, წელს ეგ არ გამოვიყენეთ, ყურძენს ვკრიფავთ და შემდეგ ვაწყობთ და ვაშრობთ. და დაახლოებით დეკემბერში იწურება ეს ყურძენი და გამოდის ძალიან მაღალ ალკოჰოლიანი, ანუ დაახლოებით 17.5 ალკოჰოლი, ნახევრად კბილი ღვინოს, სადესერტო ღვინოს. გასაგებია. კარგი, რას ურჩევდით მარნის მოწყობისას ან შემდეგაც, რა არის აუცილებლად გასათვალისწინებელი, აი რაც შეიძლება თქვენ ახლა როგორც უყურეთ ამ გადასახედიდან და ამ მდგომარეობიდან რომ გაგეთვალისწინებინათ ბევრად უკეთესი იქნებოდა თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე. პირველ რიგში თუ საშუალება და ფართი საშუალებას მისცემს ყურძნის მიმღები ცალკე უნდა გაკეთდეს. ფერმენტაცია სადაც მიმდინარეობს ის ცალკე ოთახი უნდა იყოს, ღვინის დავარგება ცალკე ოთახი უნდა იყოს, თუ მუხის კასრებში ავარგებენ ისიც ცალკე ოთახი უნდა იყოს, თუ ფართი საშუალებას იძლევა, იმიტომ რომ ერთ სივრცეში ყველაფრის მოქცევა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ყველაფერს სხვადასხვა ტემპერატურა უნდა, სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი უნდა, სხვადასხვა ტენიანობის შენარჩუნება უნდა და ანუ ეს უნდა გაითვალისწინოს მეღვინემ აუცილებლად. ანუ რაც შეიძლება მეტი სივრცე რო გქონდეთ მარანში ან მარნის მოწყობისას გათვალისწინებული საუკეთესო, ბევრად უფრო უკეთესი იქნება, ასე ვთქვათ. რაც შეეხება აი თვითონ კიდევ ერთხელ ჰიგიენას რომელთა წყლის წერტილების უნდა იყოს, სად უნდა იყოს, როგორ უნდა განთავსდეს, ან რა ჭირდებათ მაგ ხრივ კიდე სამუშაო პროცესისთვის გარდა ფართისა. კი, აუცილებელია, ანუ პირველ რიგში აუცილებლად უნდა მოიწყოს მარანში გამავალი ტრაპი, რომელიც მთელ სიგრძეზე გადაკვეთავს მარანს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ის, რომ წყალი არ უნდა ჩერდებოდეს ზედაპირზე, უნდა მიდიოდეს მარტივად. ხო, ანუ არ უნდა რჩებოდეს მარნის ზედაპირზე, მარნის ზედაპირის სველი დიდი განმავლობაში არ უნდა რჩებოდეს და წყლის საშუალება მარანში რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს სუფთა წყლის საშუალება, რაც აუცილებელია მარნის ჰიგიენისთვის და ასე ვთქვათ, შემდგომ უკვე კარგი ღვინისთვის.
ну, ამაზე გარკვეულწილად უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ თვითონ უშუალოდ შენთვის ღვინის შექმნის პროცესი როგორია, როცა ღვინოს ქმნი, არა ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ ემოციურად რამდენად განიცდი ხოლმე, როგორ გძნობ მაგ ყველაფერს, როცა ღვინოს აკეთებ და ჩართული ხარ თლიანად ამ პროცესში, ყურძნის მიღებიდან დაწყებული, ყურძნის დაკრებიდან დაწყებული, თვითონ მე შემდგომი მოულითაც, რას განიცდი ხოლმე მაგ დროს? სიცოცხლით ივსები რა. დაღლის გარდა? დაღლის გარდა, ხო, სიცოცხლით ივსები რა, რომ ძალიან დამღლელია, რთულია, რადგან ანუ ფაქტობრივად მე ღვინეს არ ძინავს ამ პერიოდში, ყოველ 3-4 საათში ერთხელ ქვევრებში ჩარევა უნდა დურდოს, რო არ გამოშრეს, და შუა ღამესაც გიწევს ადგომა, ჩარევა, ღამის თენება, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად გავსებს, რომ ამ დაღლას ვერ გძნობ. ანუ ემოციურად კარგი განწყობაზე დგები, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად საკმაოდ დიდი და შრომატევადი საქმე არის. ნუ რო ავიღოთ ახლა ყურძნის მიღებისგან დაწყებული ღვინის დასრულებული ღვინის მიღებამდე ძალიან დიდი შრომა უნდა, მაგრამ როგორც ბესომ აღნიშნა, აი ძალიან სახალისოც არის გარკვეულწილად, მით უმეტეს ამ ყველაფერს თუ მარტო არ აკეთებ, ნუ მარტოც გიწევს რაღაცების გაკეთება თავისთავად. შუა ღამისას ახლა მაინც და მაინც მეგობრებთან ერთად ვერ ადგები და ვერ ჩაურევ ხო ღვინოს, მაგრამ თვითონ რთველის პროცესი, ჩაწურვა, ნუ გადაღება და ასე შემდეგ გარკვეული ეტაპები ღვინის შექმნისას საკმაოდ სახალისო არის და აი საკმაოდ სასიამოვნოა. ანუ ყოფილა ხოლმე მომენტები, რომ 32 საათი, 30 საათი მარნიდა ვერ ავსულვართ. მესმის. გამომიცდია მეც მსგავსი და მაგრამ მაინც რო ვადიხარ მე მარნიდან, ემოციურად კარგ ხასიათზე ხარ და ბედნიერი ხარ გარკვეულწილად, რომ რაღაც ასეთ საქმეს რო აკეთებ, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ბოლო ეტაპი ყოველთვის არის ხოლმე, რომ შემდეგ როდესაც ყურძენს იღებ, გადაამუშავებ ყველაფერი, ანუ მარანი ამის შემდეგ უნდა მოასუფთავო იდეალურად, რომ არანაირი ნარჩენი, არანაირი სხვა ზედმეტი რამე არ უნდა დარჩებოდეს, რაც გამოიწვევს ბაქტერიულ პრობლემებს შემდეგ. ღვინის დაავადებას ან დაზიანებას, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი და რა ელოდები ახლა ამ ღვინოებიდან, წლევანდელი მასალიდან, აი რა არის შენი ჩანაფიქრი, რა უნდა მიიღო? და ნახოთ ხუჩინებს და გაზაფხულზე ანუ იანვარში რო გავხსნით ქვევრებს და შემდეგ გაზაფხულზე უკვე რო დაიწმინდებ და ის ნახოთ. ფიქრობ, ჯერ არ იცი ზუსტად რა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, იდეალურად მიდის დუღილის პროცესი, არომატებიც კარგად აქვს შენარჩუნებული და ნახოთ. მე სერიოზულ სახეს მივიღებ ისე ვითომ ის იყო. რომელიღაცა ტელევიზიის კორესპონდენტი. ტვ პირველი. არ გვინდა მიკერძოებულობა არ გამომდის. ერთი ასეთი ცოტა უფრო ისეთი პირადი კითხვები მაქვს რა. შენი პირველი შეხება ღვინოსთან რა ემოცია იყო, თუ გახსოვს საერთოდ, ან რა ხდებოდა, რამდენი წლის იყავი, აი პირველად რომ ღვინო აღიქვი როგორც ღვინო, ეგ თუ გახსოვს? პატარა ვიყავ, ანუ საქართველოში მეგონი ყველა პატარა იყო ღვინოსთან შეხება ქონდა, ხო? ბაღდადში, ანუ წარმოშობით ბაღდადიდან ვართ ჩვენ და იქ ბიძაჩემები ღვინოს რო აყენებდნენ, პირველი შეხება მანდ იყო. ანუ ქვევრების რიცხვას როგორ ეცხავდნენ ქვევრებს, ასევე ისა ვენახთან შეხებაც პირველი მანდ იყო. ვენახის მოვლა, შეწამლა. რამდენი წელი იქნებოდი დაახლოებით? დაახლოებით, ხო, აი 7-8 წლის ვიყავი. ძალიან პატარა ყოფილი. ხო, ანუ აი პატარა დოზით თუ ვიღებდი ხოლმე რა, მე პატარა ქვევრებში ჩამიშვებდნენ ხოლმე. სადაც დიდები ვერ ეტევდნენ, პატარებს უშვებენ გასარეცხად, ხო? ვითომ გარეცხეო. ის ემოცია თუ გახსოვს, აი რამდენად კარგად გახსენდება, ან როგორ გახსენდება? კი, ეხლა მაშინ პატარა ვიყავი, აი ხა ისე ძალიან ვინ დაგტვირთავდა რა, ნუ სახალისო იყო რა ჩემთვის რა. ძალიან უშუალოდ ღვინო როცა გასინჯე პირველად ეგ თუ გახსოვს? ეგ ღვინო კი. ცოტა დიდი იქნებოდი, იმედი მაქვს უკვე. კი, არა, მანდ უკვე 9 კლასში ვიყავი. 9 კლასში ვიყავი და ცოტა-ცოტა მახსოვს. ცუდად რატო, ან მძიმედ გახსენდება? მძიმედ მახსოვს.
ან მე-9 კლასში ხო 7-8 წელს არ იყავი, უფრო დიდი იყავი. 13-14. ესე იგი დალიეთ რა, ასე ვთქვა. დავლიეთ და ცოტა მძიმედ მახსოვს. ანუ არ იყო თრად მაინც თვითონ გემოზე თუ სიმთვრალე თვითონ. სიმთვრალეც გემო არ მახსოვს, ხა თან 90-იანი წლები იყო, მაშინ ხა ისეთი აი ხარისხი არც იშვიათი იყო, ხა მაშინ თან საქართველოში ანუ ეს მევინახეობა მეღვინეობა მგონი ახლიდან ფეხს იდგავდა ისევ ნელ-ნელა. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველაფერი დაიშალა და საბჭოთა კავშირის კლანჭებიდან თავისუფლდებოდით და ღვინოს რაღაცა ეგეთი იყო, ხო? ეგეთი იყო რა, რაღაც აი ჩამოყალიბებულიც არ იყო, გათავისუფლებულიც არ იყო ბოლომდე და ვერ გაიგებდი რა იყო, მაგრამ მაგ პერიოდში სახლებში, ანუ სოფლებში კი ქონდათ მაინც ასე თუ ისე ნუ რაც მე მახსოვს ყოველ შემთხვევაში. კი, არა, მე ბიძაჩემის ღვინო მქონდა ხოლმე სულ ყოველთვის. ბიძა კაია. ანუ ციცკა ცოლიკაურის და ნუ ათესა იყო ხოლმე. ათესა რო გიხსენებინა, კარგი იქნებოდა, მაგრამ არა უშავს. ნუ აიყო, ანუ ეგ ჩვენი რეალობა იყო, გავიქცევით, ანუ ათესაც თავისხრივ. სამწუხაროდ არა უშავს. მაგასაც მიეხედება, როცა იქნება იმედი მაქვს. ეხლა რა ემოციური კავშირი გაქვს თან რა არის ეხლა შენთვის ღვინო აი ახლა როგორც ხარ და რა ცოდნაც გაქვს და რა გამოცდილებაც გაქვს ღვინის მიმართ აი შენთვის უშუალოდ რა არის ღვინო როგორ აღწერდი აი რასთან დააკავშირებდი და ასე შემდეგ ანუ ამ პროცესის გარშე სიცოცხლე არ შემიძლია მართლა უკვე ისე ვარ რომ შენთვის ღვინო და ვენახი ანუ ჩემი მესამე შვილია. ეს ჩემთვის არის ყველაფერი. ანუ ძალიან ემოციურია, ძალიან ის არის, იმიტომ რომ რთველი ყურძნის მოკრეფიდან, ანუ მთელი პროცესი რო გადის, უბლი პატარა ბავშვები, შემდეგ იზრდება, შემდეგ თითქოს სკოლაში მიდის და შემდეგ უკვე გამოცდას აბარებს და მერე შედის უკვე უნივერსიტეტში, ის ჩათვალე რომ მაღაზიებში როდესაც შეგაგ უკვე გამოცდას ჩააბარებს და უნივერსიტეტში უნდა ჩააბარებს. დიდასპარეზზე უნდა გავიქცე დამოუკიდებლად, ხო? ანუ ყველაფერია მართლა ჩემთვის. ან ცხოვრების ნაწილია რა, გარკვეულწილად კი არა, როგორც შენ აღწერე ახლა. ალბათ ამის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია. კაი. ესე რო შევხედოთ პირდაპირ უშუალოდ ღვინის მიმართულებით, როგორი ტიპის ღვინოები მოგწონს, როგორი ტიპის ღვინო მოგწონს, ყველაზე უფრო მეტად აი როგორი ტიპის ღვინოს გამოარჩევდი. ხო, აი კონკრეტულად ანუ ერთ ღვინოზე არასოდეს არ ვიციკლებ ხოლმე, მიყვარს ასევე კლასიკური ღვინოები, მიყვარს ასევე ქვევრის ღვინოებიც. ანუ რაღაც ჩემ გამორჩეული ერთი ღვინო არ მაქვს. მრავალფეროვნება მიყვარს და მიყვარს აი გემოების თამაში მიყვარს, ამ არომატების თამაში მიყვარს, რაღაც აი განსაკუთრებით ხა აი ვიღაცისთვის ხო აი საფერავი არის ძალიან მაგარი ხო, ერთი კონკრეტულად. არა, ჩემთვის არა, საფერავი კი საქართველოს თავისუფლო ბარათი არის, ერთ-ერთი, ანუ წამყვანი ჯიში არის საქართველოში, მაგრამ ანუ ჩემთვის ხო მარტო საფერავი არ არის. ანუ ყველა ტიპის და ისე არ არის რომ აი მაგალითად რაღაც სულსხეულიანი ღვინო ან პირიქით თეთრი მშრალი მსუბუქი ღვინო მოგწონს, ეგრე კონკრეტულად არ არის ესე. ანუ სხეულიანიც მომწონს, მსუბუქიც მომწონს, გააჩნია რა ხასიათზე ხარ. ხასიათის მიხედვით. დიდი მნიშვნელობა აქვს და ისა დღის რა პერიოდია კიდე ხო და რას მივიწევ კიდე ღვინოსთან ერთად. ანუ მაგრამ მართლა აი კონკრეტულად აი ერთი ტიპის და ერთი ჯიშის და არ შემიძლია ეგრე რომ გამოყო რა. კაი, ну, რადგანაც ახლა ჩეული ღვინო არა გაქვს ესე მაინც და მაინც რო გამოვხატოთ ცალკე, აი მაშინ როგორც პიროვნულად ღვინოს როგორ აღწერდი, აი ღვინო რო პიროვნება იყოს შენი აზრით რა, როგორი ხასიათი ექნებოდა, აი როგორი ადამიანი იქნებოდა, როგორ შეიძლება რომ ეგ აღწერო, როგორ ფიქრობ? ანუ ფაქტიურად ღვინოში შეიძლება დაინახო მეღვინის ხასიათი რა. ანუ მე ეგრე მიმაჩნია, ყველა ღვინოს აქვს თავისი ხასიათი, თავისი ინდივიდუალურობა, თავისი აი რო იტყვენ პეცი. ანუ იმიტომ რომ ყველა მეღვინეს აქვს თავისი აი დამხასავით, რომ დამხას ასვავს იმ ღვინოს რა და მორჩა რა, ის არის ანუ შენი აზრით ეს
ღვინო რომ პიროვნება წარმოვიდგინოთ, ვისი ღვინოც არის, იმას ემსგავსებოდა, ხო? ისეთი ანუ ადამიანად მსგავსი იქნებოდა რა. არის თავის მსგავსი. ზოგი ღვინო არის ბრაზიანი, ზოგი ღვინო არის ხალისიანი, ანუ ბრაზიანი ისე ვიძახით, რა, აი სხეული, უხეში, სტანინები, კაცრი, ზოგი არის მსუბუქი, არმონიული, მაგალითად ხილის ტონები, ყვავილოვანი არომატები და ამ ყველაფერზე მეღვინის გავლენა ყველაზე მეტი, ხო? მეღვინის მე ვფიქრობ, რომ მეღვინის გავლენა არის, იმიტომ რომ ანუ მეღვინის ხელი ყველა ღვინოს ეტყობა. ჩვენ რა შეგვიძლია რომ ურჩიოთ ღვინის მოყვარულებს და პროფესიონალებს? რა რჩევა შეგვიძლია მივცეთ? და ვისწავლოთ ღვინის სწორედ შეფასება და ღვინის სწორედ დალევა. მე შემიძლია ურჩიო, რომ სწავლა რა თქმა უნდა თავისთავად აუცილებლად, რომ კარგად იცოდნენ ღვინის სწორედ შეფასება და ღვინის სიამოვნების მიღება და იყვნენ სულ კარგი ღვინის ძიებაში, საუკეთესო და საუკეთესო ღვინის ძიებაში, რაც ბესომაც ახსენა წერან არ არის ისე რომ რაღაცა ერთ ღვინოზე ასე ვთქვათ ჩაიციკლო და თქვა რომ აი მე მხოლოდ ეს ღვინო მომწონს და უკეთესი არ გამოილევა, მაგრამ სიამოვნება ბევრი სხვადასხვა ტიპის ღვინოსგან შეიძლება მიიღოს, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა განწყობით და ასე შემდეგ. დიდი მადლობა ბესო. დიდი მადლობა შენ და მარან კაპიტოს პროექტში აქ არის ღვინო მონაწილეობისთვის და სტუმრობისთვის, ანუ ჩვენ კი გესტუმრეთ იქით პირიქით რეალურად, მაგრამ პროექტში სტუმრობისთვის. თქვენ კი შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ, ჩართოთ ზარისღილაკი და შეიწყოთ უფრო მეტი სასარგებლო ინფორმაცია, შეიძლება სახალისოც ღვინის შესახებ.